მადლობა ხომ იცადით. Ეხლა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენ გადაცემას ერქმევა თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. მოგწერეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, ისეთი რასაც სხვაგან ვერ ამბობთ. ჩვენ ყველაფერს მოვისმენთ და დაგეხმარებით პრობლემების გადაჭრაში. აბა ველოდებით თქვენს წერილებს. ოღონ ხმოვან წერილებს. იმიტომ რომ ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. გახსოვთ რომ გითხარით. ბებია ჩემის მეგობარს მერის გაგაცნობთ მეთქი. აი მერია დღეს ჩვენი თეთრი კარავის პირველი სტუმარი. მერი ჩემი ბებოს მეგობარი. ძალიან სასაცილო ქალია. არა, სასაცილო კი არა. საყვარელი ბებოა. სასაცილო ხურები ახურებს. ახლა ბუმბულებიანი შლაპი მოვიდა. მე და ნინა ორი თეთრი ბული ჩუმად გამოვაძლეთ და კარავზე მივამაგრეთ. ვერც დაინახა. გამარჯობათ ქალბატონო მერი. აბა მოგვიყავი თქვენ შესახებ. ვინ ხართ? რა საქმიანო? რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ? რაზე ოცნებო? აბა დაიწყეთ. გამარჯობა, მოგესალმებით თეთრი კარავიდან. მე ვარ მერი 71 წლის. მუსიკის მასწავლებელი. ძალიან ბევრი მუსიკოსი მყავს აღზრდილი და უფრო მეტი კი კარგი მსმენელი. აბა მუსიკის მოყვარული მსმენელი თუ არ გეყოლება, რა აზრი აქვს ისე ვისთვის უნდა დაუკრა. აი 70-ს გადავცდი და ყოველი ჩემი დილა იწყება ფორტეპიანოზე დაკვეთ. ჩემი დიდი დარდია რომ სულ დაიხურა მუსიკალური სკოლები და რამოდენიმე თითებზე ჩამოსაცვლელი დარჩა. მას ხო არ შეგვისურვებთ. თქვენთვის შევასრულებ ჩემს საყვარელ შოპენის ნოქწონს. რაზე ოცნებობთ? ქალბატონო მერი. კიდე რამეს ხوار გვეტყოდით? რამეს? რაზე ოცნებობ? რაზე ვოცნებობ? რამდენიმე წლის წინ პარიზში დამპატიჟა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ და გარდა იმ საოცრებებისა, რაც ამ ქალაქში ვნახე, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ ჩემი ტოლები, ჩემზე უფროსებიც კი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს. ერთად საუზმობენ, სადილობენ, ვახშმობენ. სავსეა კაფეები მომღიმარი მოხუცებით, რომლებსაც ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ. ეს რატომ არ არის ჩვენთან? ძალიან წყდება გული და ვოცნებობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველდღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც სადმე კაფეში. თუნდაც მარტო ჩაი დავლიოთ, მაგრამ ვერავინ ვერ ავიყოლია. გაიგეთ ბებოებო? რა პრობლემაა? აბა, ეხლა ვერ გადავვრეკეთ თქვენს მეგობრებს ჩემთანხმდით შეხვედრაზე. ახლავე. მე მადლობას გვეტყვით. მალე გაიგებთ კიდევ ბევრ ახალ ამბავს ჩემი თეთრი კარავიდან. ჩემი ტოლების უფრო დიდები, იმაზე დიდების, ძალიან დიდების, ძალიან მოხუცების ამბებსა. ჩვენ ყველას დავახმარებ, ვისაც ჩვენი დაახმარება სჭირდება. არ დაიჭერებთ. იმდენ წერილები მოგვივიდა. ყველას მოსმენა ვერ კი მოვასწარით. ხომ გახსოვთ? ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. ამიტომ ხმოვანი წერილები უნდა გამოგვივზავნოთ. დამშვიდობებით დაველით თქვენს წერილებს. თეთრი კარავი იმისთვის არის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს. ნახვამდით 1 კვირით გამშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე.
მსმენელებო. ეთერშია თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. მოგგვიცანით, მე ელენე ვარ. მე კატო. ვერ წარმოიდგენთ იმდენი წერილები მივიღეთ. საიდან აღარ გვიგზავნიან? უკვე 90-დანაც მოგდის. მოგდის და მოგდის ხმოვანი წერილები. ძალიან გვიხარე, რომ ამდენი მსმენელი გვყავს. ახლა კი ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს. შეგიძლიათ აღარ იწვალოთ და პირდაპირ ამ მისალამარცე გამოგვიგზავნოთ, რასაც ჩაწერთ. dio@her_voice_g თეთრი კარავი. dio@her_voice_g თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. ეს წერილი საფრანგეთიდან გამოგვიგზავნა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მერი ბებოსთვის მოусმენა წინა გადაცემაშიც. იმას ვეხმაურებიო. ვეხმაურები კი არა, ვეხმიანებიო. ელენე, დამიჯერ შენზე უფროსი ვარ. აბა ვნახოთ რა მინდაო? გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოყევით, დაიწყეთ. ბავშვებო, ძალიან მომწონს თქვენი თეთრი კარავი. ყველა გადაცემას ვუსმენ და სულ ველოდები, როდის გაისმება ეთერში თქვენი საყვარელი ხმები. მე მქვია ნანი და გვარად ვარ დოლიძე. მინდა ქალბატონ მერის შევეხმიანო თქვენ პირველ სტუმარს, მუსიკის მასწავლებელი რომ არის. ძალიან სასიამოვნო იყო მისი მოსმენაც და მისი შესრულებული შოპენის ნოქციონი ძალიან მომეწონა. თქვენ რომ მკითხეთ ბავშვებო, ქალბატონო მერი რაზე ოცნებობთო, რა კარგად გიპასუხათ. პარიზში ვიყავი და იქ ჩემი ასაკის ხანში შესული ქალბატონები ყოველდღე იკრიბებიანო. Ne me quitte pas, il faut t'oublier, tout pour s'oublier, qui s'enfuit déjà, oublie le temps de malentendu et le temps. მართალი ბრძანდებით ქალბატონო მერი. თქვენ სულ ერთი კვირით ბრძანდებოდით პარიზში და არ შეიძლებოდა თვალში არ მოხვედროდათ მოხუცებით სავსე კაფეები. მე კიდევ ამას მე-7 წელია ყოველდღე ვუყურებ. მე-7 წელია რაც ემიგრაციაში ვარ და რომ იცოდეთ როგორ მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი გურია, ჩემი ბებო. პარიზის ძვირფასი რესტორნის ყველაზე გემრიელ სადილს ბებიაჩემის გამომცხარი ერთი ნაჯარი ხაჭაპური მირჩევნია. ისე მენატრება ყველაფერი, ქაური ისე მენატრება. და ამ მოხუცების ზანახვაზე სულ ჩემი სოფლის მოხუცები მახსენდება. რასაც აქ ეს პარიზელი ქალბატონები ერთ სადილზე ხარჯავენ, ლარებში რომ გადავიყონოთ, ქართულ პენსიონერებს თვეშიც არ აქვთ მაგდენი. მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. თავარი ხომ ერთად ყოფნაა. დაპატიჟეთ ერთმანეთი, თუნდაც ჭიქა ყავაზე. ყავაზე დაპატიჟება ხომ ყველა შეგიძლიათ. ყავა რა თქმა ადამიანი. ყავა კი არა სახში ქათამი დაკალი, რაღაცა იყიდე, რაღაცა ცხელი მჭადები ყველი მიიტანე მაგიდაში. ყავა რა თქმა. ეს ვინ იყო? უი, ვიღაც შემოხდა პირდაპირ ეთერში? მაგაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ სუფრასავსე გექნებათ. როგორ მიყვარს ქართული ყურმარილი. მე უბრალოდ ყავაზე დაპატიჟეთ ერთმანეთი, იმიტომ გითხარით, რომ იმის გამო არ გადადოთ ერთმანეთის ნახვა დიდი ძვირფასი, სადილ თუ არ გექნებათ მომზადებული. აბა მოკითხა მთელ საქართველოს ჩემგან და განსაკუთრებით კი ჩემს გურიას. აბა დროებით, გემშვიდობებით და ჩემს საყვარელ გურულ სიმღერას გიტოვებთ. წერილები არ გვაკლია. რა თქმა უნდა, ყველას ერთ გადაცემაში ვერ მოგასმენინებთ, მაგრამ ვეცდებით ყველაზე საინტერესო ამბები შევარჩიოთ. ჩვენი მისამართი ხო გახსოვთ, სადაც თქვენი ხმოვანი წერილები უნდა გამოაგზავნოთ. აბა კარგად, ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა. მე ვარ კატო. მოგესალმებით. ვიცი რომ უკვე ბევრი მიცნობთ, მაგრამ ვინც ახლა შემოგვიერთდით, უფრო იმად გასაგონად ვამბობ. ჩვენთან ყველას შეგიძლია თქვენ სურვილებზე და პრობლემებზე ილაპარაკოთ. ჩემი მეგობრები ელენე და ნინა დასასვენებლად წავიდნენ და რამდენიმე გადაცემას მარტო მე წავიყვან. დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. გაეცანით სმენელებს. გამარჯობა, მე ვარ თინა 26 წლის. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. განსაკუთრებით კი ის, რომ შეგვიძლია ჩვენს პრობლემებზე ვილაპარაკოთ. იქნებ ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ და ყურადღება მოგვაქციან. მე ისტორიის მასწავლებელი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა ჩემ მშობლიურ სკოლაში ისტორიას ვასწავლი. ძალიან მიყვარს თეატრი და სანამ დედაქალაქში ვცხოვრობდი, თითქმის არც ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია. ყველაფერს ვიკლებდი, ოღონდ კი თეატრში წავსულიყავი და ახალი სპექტაკლი მენახა. სამწუხაროდ, დედაქალაქის გარდა ამ სიამოვნებას ყველანი მოკლებულები ვართ. რა იქნება, რომ ჩვენთანაც ჩამოვიდნენ და ის გახმაურებული სპექტაკლები მაინც ჩამოიტანა, რომლის შესახებაც მხოლოდ ინტერნეტით გვაქვს ინფორმაცია. ოცნებად გვაქვს ქცეული, რომ ჩვენს გქონდეს მათი ნახვის ბედნიერება. არ ვიცი ეს ვისი მოსაგვარებელია, მაგრამ არჩევნების წინ რომ ჩამოდიან და კარდაკარდადიან, ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველაფერს გაგიკეთებთო? აბატონო, მარტო მატერიალური პრობლემებით ნუ შემოვიფარგლებით. სოფლად მცხოვრებ ხალხსაც სჭირდება სულიერი საზრდო და იფიქრეთ ამაზე. ახლა კი ჩემ კოლეგას ნუნუ მასწავლებელს გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით, მე გახლავართ ნუნუ მასწავლებელი. 30 წელზე მეტია, რაც სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი. ჩემი მოსწავლეები სამწუხაროდ ყველაფერს მოკლებულები არიან. ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, მაგრამ აქ მათი სულიერი განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არის. მერე გვიკვირს, რატომ არ ბრუნდებიან უმაღლესი განათლების შემდეგ მშობლიურ მხარეში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკან თითქმის არავინ ბრუნდება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ვერც გაამტყუნებ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მატერიალურ პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ. ეს ისედაც ყველა მიცის, ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ინტერნეტია და ყველაფერს ინტერნეტით ვიგებთ. ისიც ინტერნეტით გავიგეთ, რომ ახალი ქართული ფილმები გადაუღია და პრიზებს იღებენ საერთაშორისო ფესტივალებზე. ულოცავთ ყველას, ძალიან ვამაყობ და ძალიან გვიხარია. გთხოვთ, რომ რაიონებში ჩამოიტანოთ ეს ფილმები და აქაც მოგვეცეს მათი ნახვის ბედნიერება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხმა მიაღწევს მათ გულებამდე და ამ ოცნებას აგვისრულებენ. გამარჯობა, მე ფიზკულტურის მასწავლებელი ვარ. სპორტი ჩემი ცხოვრების წესია და არც ერთი დღე არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ვარჯიშის გარეშე. მაგრამ ჩვენი სკოლის პედაგოგებს რომ ვუყურებ, ვარჯიში არც მათ აწმენდა. ეს პრობლემა მარტო ერთი სოფლის არ გეგონოთ. ჩემს კოლეგებს რომ ვხვდები, მათაც იგივე აზრი აქვს. გთხოვთ, რამე პატარა დარბაზის მოწყობას, სპორტული ინვენტარით, არც ევროპული რემონტი გვინდა და არც რაიმე განსაკუთრებული. რომ აქაურმა მაცხოვრებლებმაც იგზრონ თავი ჯანმრთელად და ბედნიერად. იმედია, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებ და რაც შეიძლება მალე გაგვახარებთ. გამოგვიგზავნეთ ხმოვანი წერილები მისამართზე. dio@hair_voice_g ან მოდით პირდაპირ ეთერში. თქვენს პრობლემებზე. ეცადეთ, რომ თქვენი ხმა კარგად ისმოდეს, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, არც ეს არის პრობლემა. ჩემ ბებო მაინც სულ სახლშია და იმას წავაკითხებ. აბა ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით.